მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ უბრალოდ GTM Play-ზე მე დღეს გადავიღებ Dream Language Soccer 2026. დაიწყო ახალი სეზონი, დავიწყოთ ჩვენს ახალი სეზონი, ვითამაშოთ პირველი მატჩები. ნახოთ როგორ დავიწყებთ პირველი მატჩი გვაქვს Real Madrid-თან. ხო, ამასობაში თითქმის 11000 შევაგროვე ქონი და ვინმე საინტერესო თუ გამოვა, აუცილებლად გავაკეთებ გახსნებს. ეხლა კი მოდი ვითამაშოთ პირველ თამაში. სანამ თამაშზე გადავალთ, არ დავწყოთ ვიდეოს დალექვა და არხის გამოწერა. ამ ვიდეოზე ავიდეთ 10 ლაიქს. და ასევე თითქმის 100-ს გამომწერეთ ავედით და ყველას ძალიან დიდი მადლობა. ხო, პირველი მატჩი გვაქვს Real Madrid-თან. ნახოთ სეზონს როგორ გავხსნით. იმედია კარგად. ეს არის ჩვენი შემადგენლობა. ხოლო ეს უკვე Real Madrid-ის შემადგენლობა. რა თქმა უნდა, Real Madrid-ში ისეთ ფეხბურთელები არის, რომელიც მე მყავს, ასე რომ ისინი არ იქნებიან. და დაიწყო მატჩი, დაიწყო Real Madrid-მა. დაიწყო შეტევით. თუმცა ჩვენ კარგად ვითამაშეთ ახლა აქ. თუმცა მალევე დავკარგეთ ბურთი. ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი. წამოვიდა, კარგად წამოვიდა, თუმცა გიულერმა დაკარგა ბურთი და მე ჩვენც ვერ გავაკეთეთ რაიმე ხეირიანად. ნუნინი. მოიგერია ბურთი. ისევ დავკარგეთ ბურთი. თუმცა მოვიპოვეთ და ისევ დავკარგეთ, ხო. ჯერჯერობით არეული თამაშია, თუმცა იმედია დაალაგდება. მბაპე, რობერტ ლევანდოვსკი, კილიან მბაპე, ეს ყვითელია. შეიძლება წითელზე წაიწოს, კი ბატონო, ყვითელი. ძალიან ცუდად დავიწყეთ თამაში. ძალიან არაულდარეულები ვართ სამწუხაროდ. და პირველ მატჩში წაგება არ გვაწყობს. კარგი გადაკიდება იყო, თუმცა ვერ მიიღო. ვინ იყო მე დავინახე, თუმცა არ აუშვს. კილიან მბაპეზე პასი, არ გამოგვიფითა. ლუნინი ტოვებს კარს. კი ბატონო. აქ თავით ვერ ვითამაშეთ ხეირიანად. მასტანტუანო და ისე ვერ ვითამაშეთ ხეირიანად, ხო? ძალიან ცუდად დავიწყეთ თამაშის სამწუხაროდ და იმედია გამოსწორდება. მასტანტუანო. აქ კარგად ვითამაშეთ, ეს მგონი ტეო ერნანდესია. კი ბატონო. თუმცა მე უკან პასად დავფრუნი არ ვიცი და დავკარგეთ ბურთი. მასტანტუანო, არდა გიულერი და რა ცუდად ვითამაშეთ და ალისონის პირველი სეივი. იქიდან რა კარგად დაურტყია, მგონი არდა გიულერი იყო. ეხლა არდა გიულერი კიდევ ერთხელ. ალექსანდრ-არნოლდი, ხო, ძალიან ცუდად ვთამაშობთ, შეტევაში თითქმის ვერ მივდივართ. დაცვაში ვართ გადართული და დაცვაშიც ხეირიანი არ ვჩანვართ. ასე რომ რაღაც უნდა გამოვასწოროთ. ეს მოშორებაც არ იყო კარგი, კარერასი, როდრიგო და ჰაკიმით ძალიან კარგად ვითამაშეთ. პასი თუ გავა და სამწუხაროდ არ გავიდა, თუმცა მბაპე თამაშობს აი მშვენივრად. აბა კილიან, ჩავაწოდოთ. ბელინგემი ჩამოიღე და არყი. პირველი დარტყმა შევასრულეთ, თუმცა არაზუსტი იყო. არაუშავს. ნუნინი, ასენსიო, რა კარგად ვითამაშეთ, რობერტ ლევანდოვსკი, ჩაწოდება, არ ვარგოდა. ნინელა უმატებთ შეტევაში. მეორე ტაიმისთვის კარგი მზად უნდა ვიყოთ. ალექსანდრ-არნოლდი და დამთავრდა პირველი ტაიმიც. 0-0. ნახოთ რა მოხდება მეორე ტაიმში. დაიწყო მეორე ტაიმიც, ცვლილებებსაც შეხება გადავხედოთ ჩვენ გუნდს. ისე დაღლილი არავინ არა, შეცდომებს თუ გადავხედავთ, ყველა უნდა გავიყვანოთ. თუმცა, მოდი შემოვიყვანოთ ნუნუ მენდეში. იმიტომ ტეო ერნანდესის ფლანგზე ძალიან ბევრი შეტევა და ნუნუ მენდეში ვფიქრობ, რომ გაუმკლავდება. ჩვენ დავიწყეთ მეორე ტაიმი. ფედერიკო ვალვერდე, ჰაკიმი. გადავკიდეთ. წინ ბურთი ზუსტია, მბაპე, ლუნინი რა კარგია. სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. მბაპე, პასი ჯობია, პასი არა, დარტყმაც გამოგვივიდა, პასის მოდი ამას არ ვუმჩნევთ. აქ რა ქნა ასენსიო. ჯერ ამას გადავხედოთ, აქ მბაპე პასი უნდა, რობერტ ლევანდოვსკი არ შევიდა, შტანგას მოხვდა, ასენსიოს უნდა გამოტანა და გაიტანა თავის კარში. არ ვიცი. რაულ ასენსიო გვაგვირებს ამ თამაში. კარერასი. ასენსიო ისე. ეს მგონი ჩუამენი იყო. მასტანტუანო. მგონი ბელინგემით ვითამაშეთ კარგად. აბა ბელინგემით ნახოთ რას გავაკეთებთ. კარგი პასის გამოგვივიდა მბაპე. ხო, მბაპეს დიდი სიჩქარე აქვს და მგონი მბაპეთი გაქცევა და დრიბლინგი ჯობია. რობერტ ლევანდოვსკი 1-0-ზე დავტოვოთ მბაპე და დარტყმა 2-0.
შვენივრად ვითამაშეთ ახლა აქ ჩვენ. და 2 გოლით გავედით წინ. ხო, თქვი რომ პირველ ტაიმის ბოლო ჩვენ ცოტა მოვიმატეთ შეტევაში და შესაბამისად მეორე ტაიმში კარგი მომზადებულები ვიქნებოდით. ასეც არის. ბრაჰიმი, არდა გიულერი, ედალეთა და არნოლდი. მილიტაო, დე ბრუინი. ვაკ ერთმანეთ შეუშანხებიოდი და დე ბრუინოა, თუმცა მაინც დარჩა ერთმანეთ რეალ მადრიდის ბურთი. ანუ ჩვენ. კარგი აქ ბელინგემი, ეს ბელინგემი არ იქნება, ახლა გავიყვანე ბელინგემი. კარგი ნუნუ მენდეში ჩაწოდება ვალვერდე. არ გამოვიდა თავით არტყმა. უბრალოდ არ გამომივიდა მე თავით არტყმა. ვერ დავარტყი კარგად, ხო? ჩვენს გავაკეთეთ ცვლილებები, მეტოქემაც გააკეთა ცვლილებები. კარვახალ შემოვიყვანეთ ჩვენ, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა რეალ მადრიდი, ოღონდ არ ქონდა რეალობაში. ოკეი, დე ბრუინი, მბაპე. არ გამოგვივიდა. კარგი, მოდი ცვლილებები გავაკეთოთ ახლა ჩვენ. ვინ შევიყვანოთ და მოდი ბროზოვიჩი შემოვიყვანოთ. შემოვიყვანოთ ხვიჩა კვარაცხელია და ჰარი კეინი. მეტი არ შეგვიძლია. მაშინ მოდი როდრი დავაბრუნოთ, იმიტომ მბაპე ძალიან დაღლილია. მოდი დე ბრუინი ჩამოვიყვანოთ უკან და როდრი ავიყვანოთ ზემოთ. მგონი ასე ჯობია. იმიტომ რომ როდრი ცოტა დაღლილია და ზემოთ შესაბამისად რომს დაუშვას, იმედია ის 2 ნახევარდაცვა გამოასწორებს. ოკეი, რეალ მადრიდი არის ბურთით, ლუნინი, ალაბა. ალაბამაც ასევე ცოტა ხნის დატოვა რეალი. დე ბრუინზე პასი არ გადის სამცხორთ, მაგრამ ეს არაზუსტი პასი იყო, მაგრამ მილიტაოს პასიც არ გადის. ვირჯილ ვან დაიკი. არც ეს პასი არ გადის, ალექსანდრ არნოლდი. და მგონი დამთავრდება მატჩი, კი ბატონო 3 წუთი დაემატა ვალვერდე, მბაპე დავარტყათ, კარგი ლუნინი. და მგონი ახლა მოიშორებს აქ ლუნინი ბურთზე, დამთავრდება ჩვენი ახალი სეზონის პირველი მატჩიც. აქ რა მოხდა? 2-0. აი დროს შემოვიდა ესენი. კარგი. არც ეს შევიმჩნევ როგორც რაულ ასენსიოს გოლი. რა ხდება? ხო, სეზონის პირველი მატჩი ხერიანად ჩავამთავრეთ, 2-0 მოვიგეთ, 3 ქულა ჯგუფში დავიწერეთ. მოდი მეორე მატჩი სხვა არ გვეთამაშა. მეორე მატჩი გვაქვს არსენალთან. ისე ძალიან მძიმედ კი დაიწყო ჩვენი თამაში, რეალი, მე არსენალი. მოდი ვითამაშოთ ესეც. რა მიდის ჩვენი? არსენალი, რეალ მადრიდი. სხვათა შორის არსენალი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. ხო და რა შემოგთავაზებს ნახოთ, ჩემი აზრით PSG გაანადგურებს არსენალს. და არა 3-0 და 4-0, 6-1-ით. ალისონ ბეკერი, მილიტაო, ჩვენ დავიწყეთ ამ სეზონის მეორე მატჩის პირველი ტაიმი. კილიან მბაპეზე გადაკიდება, ზუსტია, რობერტ ლევანდოვსკი. სალიბა, ჰავერცი, არ გამოგვივიდა ჩვენ ახლა კარგი თამაში შეტევაში. დავკარგეთ ბურთი და წამოვიდა მეტოქე. ტიმბერი. წამოიღო ტიმბერა ბურთი, თუმცა კარგად ვეთამაშეთ. ეს გადაკიდება არ ვარ გოდა და მეკარე დაუფლება ამ ბურთს. დავიდ რაია, კი ბატონო. ხო, პრესინგზე უნდა ვითამაშოთ ახლა ჩვენ. ვიჟილ ვან დაიკი მშვენიერია, აპა კილიან მბაპე. რობერტ ლევანდოვსკი. ჯარიმა არ არის? ვალვერდე, დე ბრუინი, მბაპე არ გამოვიდა. რაია? ხო, ამასობაში არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება და არხის გამოწერა, ამ ვიდეოს ავდეთ 10 ლაიქს და ასევე კომენტარებში დამიკომენტარეთ თუ მოგეწონათ ეს ვიდეო. კილიან მბაპე არ გამოგვივიდა თამაში სამწუხაროდ. დავიდ რაია. ხო, კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის. ზაფხულიდან დაბრუნდება მეორე სეზონი ჩვენი სერიალისა, ასე რომ ჩაუჯექით. ჰაკიმი არ გავიდა ეს პასი სამწუხაროდ. თუმცა არის ჯარიმა და ჯარიმდება დეკლან რაისი. კარგი, ჯარიმა ჯობია დავარტყათ დე ბრუინით, კარგად ვარტყამ. დარტყმა, აიღო დავიდ რაია. ხო, კუთხე მინდოდა, თუმცა არ გამომივიდა. ცოტა ცენტრთან ახლოს გამომივიდა დარტყმა, თუმცა არ ავშოს. ტეო ერნანდესი, ვირჯილ ვან დაიკი, შესთომა. დავკარგეთ ბურთი. უკან პასი, მენდი. ის ჯარიმა არ იყო. რაისი და გიოკერეში გაგვიძრა. გიოკერეში გაგვიძრა და თუმცა ალისონ კარგად. ხო, გიოკერეშმა დაგვიენ აქ დარტყმა. მინდა აღვნიშნო. რაისი, მბაპე. მენდი.
ხო, წინა თამაში თუ ტაიმის ბოლოს გამოვასწორეთ თამაში და მეორე ტაიმში გოლები გავიტანეთ, აქ პირველ ტაიმში კარგად დავიწყეთ და ახლა გავაუარესეთ. მედია მეორე ტაიმში არ წავაგებთ. აქ კარგად ვითამაშეთ, დე ბრუინი, რობერტ ლევანდოვსკი და ქუსლით პასი კილიანი. ვატყუოთ არ გამოგვივიდა და ჯარიმაც დაამთავრდა პირველი ტაიმი. დაამთავრდა პირველი ტაიმი, ვნახოთ რა მოხდება მეორე ტაიმში. დაიწყო მეორე ტაიმიც, ვნახოთ ახლა ცვლილებებში რა შეგვიძლია, ვინ გავიყვანოთ, ვინ შემოვიყვანოთ. ხო, მოდრიჩი შემოვიყვანოთ დე ბრუინეს მაგივრად. და ბროზოვიჩი როდის მაგათ, ესენ დაღლები არ არიან, თუმცა ეს ფეხბურთელებიც გამოვცადოთ. ბროზოვიჩი და შემოვიყვანეთ მგონი მოდრიჩი, ხო? კი ბატონო. ოდეგარდი. რობერტ ლევანდოვსკის კარგად ვითამაშეთ, თუმცა არ გამოგვივიდა. სალიბა, გაბრიელი. ჰაკიმით კარგად ვითამაშეთ, ვალვერდე და მოდი უკან დავაბრუნოთ პასი. ბურთი უფრო სწორად. ალისონი. ტეო ერნანდესი არ უნდა დავკარგოთ ახლა აქ ბურთი. კარგია, ბელინგემი. არ გადეს ეს ბურთი. სამწუხაროდ და უკან რაია. ხო, თამაში გჯობნიან სამწუხაროდ. ასე რომ რაღაც უნდა გამოვასწოროთ. ბუკაიუსაკა. იქ მერე ვინ იყო? ვერ ვიცანი, ვალვერდე. რობერტ ლევანდოვსკი, კილიან მბაპე. რას ვიზამთ მბაპეთი დარტყმა, დავიდ რაია. ტროსარდი, არ გამოგვივიდა, მაგრამ მოდრიჩი. ეს პასი გავიდა, რობერტ ლევანდოვსკი. კილიან მბაპე. 1-0 როგორც იქნა. აქ ნუნუ მენდესი შემოვიდეს. 1-0 60-ე წუთზე გავიტანეთ. გოლი როგორც იქნა, ხო. არსენალმაც გააკეთა ცვლილებები. მენდი, ეზე, ვალვერდე. ეს გადაკიდება მგონი არივარგებს, კი ბატონო, ვაითი. საკა, ნუნუ მენდეში მიუსწარი. მგონი დაგვიტოვებია ბურთი ჯობდა. პასი არ გამოგვივიდა. დავიდ რაია. ხო, ჯერჯობით მინიმალური ანგარიშით ვიგებთ 1-0. რაისი. ეზე. კარგად ვითამაშეთ ჰაკიმით. არ გამოგვივიდა. აქ გოლი არ უნდა გაუშვათ. მილიტაო. რა კარგად გადავრჩით ეხა აქ. ჩაწოდება მილიტაო. კარგია. მენდი აქ თუ დავაკარგინეთ რაღაც სახიფათო მოხდება თქვა მეთქვა და კი ბატონო მოხდა კიდევაც. თავარია ახლა აქ ჩვენ გოლი გავიტანოთ დარტყმა 2-0 99 წუთზე. შევასრულეთ გოლი ზუსტად 20 წუთში და 2-0. და დიდი ალბათობით 2-0 მოვიგებთ ამ თამაშსაც. აქაც 3 წუთი დაემატა თამაშს. შეტევას ვერ ვასწრებთ, თუმცა არსენალი დაამთავრეს შეტევაში თამაშს და იმედია გოლს არ გაგვიტანენ. ეს რა იყო? არ ვიცი ეს რა იყო. ალისონი და დაამთავრდა ამ სეზონის მეორე მატჩი 2-0. არ დაგავწყოთ ვიდეოს დალექება და არხის გამოწერა, მე დაგემშვიდობებით, მგონი კარგი ვიდეო გამოვიდა. აპა ჰე და აპა ჰო. ნახვამდის.